მოგესალმებით იტალიის ალპებიდან, დოლომიტებიდან. წესით ეს გადაცემა ცოტა სხვანაირად უნდა დაწყებულიყო, კერძოდ აეროპორტიდან, სადაც მანქანას ვქირავდით, მაგრამ შეფერხებები იყო, ამიტომ ახლა მოგიყვებით თუ რა გადავხდა თავს. ქუთაისიდან ჩამოვფრინდი მილანის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გვერდით არსებულ მანქანის გასაქირავებელ კომპანიაში უნდა ამეყვანა მანქანა, რომელიც წინასწარ მქონდა დაჯავშნილი. მაგრამ ადგილზე მისვლისას და საბუთების გაცნობისას მომთხოვეს საერთაშორისო მართვის მოწმობა. რაც ევროპაში გამიკვირდა, იქნა გაუგნიერა, რომ ყოველთვის მათ შორის იტალიაში როცა მიქირავია მანქანა, ჩვეულებრივი სტანდარტულად ქართული მართვის მოწმობით მიქირავია და მივიდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულად იტალიაში თუ არ ქირავობ დიდ საერთაშორისო კომპანიაში მანქანას, პატარა კომპანიები თხოვენ ამ საერთაშორისო მოწმობას, რომ მეტად დაცულად იქნონ თავი, როდესაც საკუთარ მანქანას გაგატანენ. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის მარტივ იმავე დღეს იქირავ მანქანა და დაიწყო შენი მოგზაურობა, რამდენიმე საათიანი ძებნა დამჭირდა, რომ არც ისე ძვირად მექირავა მანქანა და მისაღე ფასში მეპოვა. საბოლოო ჯამში ეს მოვახერხე და უკვე დავიძარი დოლომიტების მიმართულებით. ამინდიც ერთგვარად შესაბამისი იყო მოგზაურობის ზუსტად დაწყებასთან დაკავშირებით, იყო წვიმიანი ძირითადად, მაგრამ გამონათა მზემაც. რაღაც ნაწილი ვიარე ფასიან გზაზე, რომელიც საკმაოდ ძვირია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უფასო გზებით მევლო, ვინაიდან განსხვავება მხოლოდ 1 საათი იყო. თავისი შესვენებებით მთლიანობაში 6 საათი დამჭირდა აქ მოსასვლელად, საიდანაც უკვე დავიწყებთ დოლომიტურ თავგადასავლებს. მანქანის ქირავების შემდეგ დოლომიტებისკენ დავიძარით. პირველი დანიშნულების ადგილამდე 450 კილომეტრი უფასო გზებით დავყარეთ. გზად არაერთი ქალაქი თუ სოფელი გავიარეთ. გზიდანვე უამრავი საინტერესო ღირსშესანიშნაობა ჩანდა. ციხესიმაგრეები, ეკლესიები, ლამაზი შენობები, მთის წვერზე არსებული დასახლებები და ასე შემდეგ. ასეთ გარემოში მგზავრობა ნაკლებად დამღლელია. რამაც ერთ პატარა ლამა სოფელში, ლორენზაგოში გავათენით. დოლომიტის ალპები, იგივე დოლომიტები არის ქედი აღმოსავლეთ ალპებში, რომელიც სამხრეთ კირქვიანი ალპების სისტემაში შედის. ის იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გადაჭიმული 150 კილომეტრის მანძილზე და 3 დიდ რეგიონს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე არაერთი ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორიაა, რის გამოც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. სახელი დოლომიტი ქედის კირქვიანი ზედაპირიდან მომდინარეობს. დოლომიტი არის უცხო კარბონატული მინერალი. მას ეს სახელი მე-18 საუკუნის ფრანგი მინერალოგის დეოდა გრატე დე დოლომიეს პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც პირველმა აღწერა ეს მინერალი. მანქანის გადაადგილებაზე რომ გითხრათ, გზები რა თქმა უნდა იდეალურ მდგომარეობაშია, მოასფალტებულია ყველგან. სიჩქარე დაახლოებით 30-დან 50 კმ/სთ-მდე მერყეობს, რაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა მაღალ სეზონზე საკმაოდ ბევრი მანქანა მოძრაობს, უფრო მაღალ სიჩქარით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან სოფლებში პატარ-პატარა საცობებს აწვდებით. ჯერ ჩვენ არ გვჭირდება საწვავით გავსება, მაგრამ გზად არაერთი ბენზინგასამართი სადგური შევამჩნიეთ, სადაც რა თქმა უნდა შეავსებთ საწვავს. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად პოპულარული ადგილია დოლომიტები და რამდენად ბევრი მანქანა მოძრაობს. დოლომიტების ფართობის სიდიდისა და მრავალფეროვანი სამოგზაურო მიმართულებების გათვალისწინებით, უმჯობესია თქვენთვის სასურველი ადგილები შეარჩიოთ, რომ თქვენი სამოგზაურო დღეები სწორად დაგეგმოთ. დანიშნულების ადგილებს შორის არც ისე დიდმა მანძილებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. უმეტესწილად უღელტეხილებზეა სასიარულო. მაქსიმალური სიჩქარე კი 50-70 კმ/სთ არსდება. შესაბამისად, მანძილის დაფარვას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს თავდაპირველად შეიძლება წარმოიდგინოთ.
დოლომიტური მოგზაურობის განმავლობაში არაერთის მონახულებას ვაპირებ. და ახლა მოვედი ერთ ადგილას, სადაც პირველ ტბას ვესტუმრებით, რომელსაც სორაპისი ეწოდება. მანქანა გზის პირზე გავაჩერეთ, შემოვედით უკვე უშუალოდ ბილიკზე, რომელიც ჯერჯერობით მოასფალტებული გზა უფრო არის, მაგრამ ნახოთ წირად აღხვდება. პირველ რიგში რაც შემიძლია უკვე გითხრათ არის ის, რომ ყველგან არაჩვეულებრივი ხედებია. ალბათ დამეთანხმებით მართლაც განსაკუთრებული გამორჩეული მთები, ტყე, ყველაფერი მომწონს უკვე ძალიან და ნახოთ ტბა როგორი იქნება და ლაშქრობა როგორი გამოგვივა. დოლომიტებში 53 დიდი ტბაა, რომელთაგან ზოგიერთი ყინულივით ცივი მყინვარული, კრისტალურად სუფთა ან სოფლის პირას მდებარე ტბაა. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი ტბების მონახულებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენთვის მოსაწონტებას აუცილებლად აღმოაჩენთ შესაბამისი აქტივობით. ეს ლაშქრობა იქნება თუ ნავით გასეირნება. წეგან როგორც ვახსენე, გზა საკმაოდ მარტივი ჩანდა და ჯერჯერობით მარტივიც არის. გრუნტკენ გზას ვიუყვებით. აქ არიან სხვა ტურისტებიც და ძალიან მარტივია, სწრაფი ტემპით დავდივართ. გარშემო არაჩვეულებრივი ხეებია, სიმწვანე ზევიდან ალაგ-ალაგ მთაც გამოჩნდება ხოლმე და ყველაფერი მომწონს ჯერჯერობით. მარტივ ბილიკზე სიარული სასიამოვნოა და სწრაფად გადავაადგილდებით, მაგრამ მალევე დაიწყო აღმართება. ერთი მხრივ გადაადგილება რთულდება, მაგრამ აღმართები კარგი ხედების წინაპირობაა ხოლმე და ძალიან მაბედნიერებს ასეთი ბილიკი. ტყე შერეულია, სადაც უმეტესწილად წიწვოვან ხეებსა და ბუჩქებს ხვდებით. ალპურ ზონამდე აღწევისას მეჩხერდება ხეები და ეს ნიშანია, რომ ტბას მიუახლოვდით. გზის უდიდესი ნაწილი ამოვიარეთ და ჩემი აზრით 20-25 წუთის სავალი გზა დარჩა. ზოგადად ეს სამარშრუტო ბილიკი მარტივ კატეგორიაში გადის, მაგრამ მარტივ კატეგორიაში ალბათ ყველაზე რთულია. ვინაიდან საკმაოდ ძალისხმევა გჭირდებათ რომ აქ ამოხვიდეთ, არის ძირითადად აღმართი, რელიეფი არის ქვიანი, ხშირად ჩამოდის წყალი და შესაბამისად სრიალებს ამქვევზე და მაქსიმალურად სიფრთხილით გიწევთ იმოძრაოთ. თუმცა ამინდში ძალიან გაგვიმართლა, მე როგორი ამინდიც მიყვარს ლაშქრობისას, ზუსტად ისეთი ამინდია. გულისხმობ შემდეგს, რომ არც ძალიან მზეაცხუნებს, არც წვიმს, არც ქარია, მოღრუბლულია და ასე დროს ბევრად მარტივია გადაადგილება. ბილიკზე გადაადგილებისას უამრავ ნიშნულს ხვდებით. აწერია ამ ბილიკის ნომერი 217 ან ისრებით არის მითითებული. ზოგიერთ შემთხვევაში წერია რომ არ უნდა გადაკვეთოთ, სხვა ბილიკზე არ უნდა გადახვიდეთ. შესაბამისად, აქ როცა ლაშქრობთ, არ გაგიჭირდებათ გზის გაგნება. უბრალოდ ერთს დავამატებ, სოციალურ ქსელში ზოგადად ინტერნეტში არაერთ ინფორმაცია შეხვდებით, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ამ ბილიკის დაფარვას. ზოგი 9 საათს წერს, ზოგი 3 საათს, ძალიან არათანხმედრი ინფორმაციებია, მაგრამ შესაძლოა უკვე ბოლოსში ავალ და მივახცევ ტბასთან, გეტყვით, ჩემი საშუალო სიჩქარე რა იყო, დრო და ამის მიხედვით შეგვიძლია ჩემი გამოსლებიდან თქვენს გაითვალისწინოთ.
ზუსტად 2 საათიანი ლაშქრობის შემდეგ გამოვედით თავარ სანახაობასთან, ეს არის, როგორც გითხარით, ტბა სორაპისი. ეს ტბა ყველაზე ლამაზად ითვლება დოლომიტებში და იმედი მაქვს, ასევე ლამაზი იქნება ჩემი დარჩენილი მოგზაურობაც. ეს ტბა ზღვის დონიდან 1925 მეტრზე მდებარეობს და როდესაც ბილიკის სირთულებზე ვკითხულობთ ინფორმაციას, ძალიან ხშირად ეწერა, რომ ვერტიკალში სიმაღლის დაფარვა იყო 125 მეტრიდან 200 მეტრამდე. იგულისხმება აღმართის და დაღმართიც. მაგრამ თუ რაიმე გამაგება ლაშქრობაში და მთებში გადაადგილებაში, ბევრად მეტი უნდა იყოს ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ციცაბო აღმართებზე ვიარეთ და ასევე დაღმართზე 200 მეტრზე ბევრად მეტი იქნება სიმაღლეში დაფარვა ვერტიკალურად. როგორც ხედავთ, ეს ტბა არის მოლურჯო მოთეთრო და ამას განაპირობებს შემდეგი რამ. ის ქანები, რითაც დაფარულია ეს კლდეები, დროთა განმავლობაში გადაიქცევა მტვრად და როდესაც ქარი მოიტანს ამ მტვერს, განთავსდება ტბაში და სწორედ აქედან გამომდინარეა ასეთი ულამაზესი ფერი. გარდა იმისა, რომ მართლაც მარგალიტია დოლომიტების ეს ტბა, გარშემო ბუმბერაზი კლდეები გადმოყურებს და ერთიორად ალამაზებს გარემოს. ტბას ზემოდან სორაპისის მთა გადმოხურებს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3205 მეტრია. ალპური ტბების სილამაზე არ მიგვს. ჩვენც არაერთი გვაქვს საქართველოში, მაგრამ თითოეული მათგანი გამორჩეულად ლამაზია. ეს ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ადამიანის ხელი ნაკლებად ეტყობათ, რის გამოც ბუნებრივად ლამაზი და ხელშეუხებლები არიან. შემოდგომიდან გაზაფხულამდე ბილიკი მთლიანად თოვლით იფარება. ბილიკზე ამოსვლისას იმდენად ცოტა ადამიანი გვხვდებოდა, ძალიან გაკვრებული დავრჩი, როდესაც ტბაზე ამოვედი და ასობით ადამიანი შევამჩნი. ზოგადად, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი ასეთ ლამაზ ტბასთან ამდენი ხალხი, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ველოდი. შესაბამისად, როდესაც გინდათ ფოტო-ვიდეოს გადაღება, საკმაოდ მოცდაც მოგიწევთ, რომ იმ ადგილებზე დადგეთ ან ჩამოჯდეთ, სადაც ლამაზი ფოტო-ვიდეო გამოდის. ასევე შეიძლება ფოტოს და ვიდეოს გადაღების მოყვარული არ იყოთ, მაგრამ სიმშვიდეში იგნებავდეთ ყოფნა, რათა ასეთი ხედით დატკბეთ. მეც მათ შორის ვარ, რომელსაც ხედით ტკბობა უფრო ურჩევნია, ამიტომ შედარებით ზედა მხარეს ამოვედი, საიდანაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ჯადოსნური ხედი იშლება. თუ გიყვართ ლაშქრობა ან უბრალოდ ბუნებაში სიარული, რადროსაც კრისტალურად სუფთა ჰაერით ისუნთქებთ. მოინახულებთ ულამაზეს მთებსა და ტბას, ამასთან ფიზიკურად მზად ხართ 4-5 საათის განმავლობაში ასეთ ადგილებში სასიარულოდ, ეს პატარა ლაშქრობა ძალიან მოგეწონებათ. სამანქანო გზაზე ჩამოსვლისას ადგილობრივმა რეინჯერებმა შესასვლელამდე გაყვანათ შემოგთავაზეს. ჩვენც უარი არ უთხარით და ბოლო 2 კილომეტრი ასე მანქანით ვიმგზავრეთ. მართალია, ცოტა დამღლელი ლაშქრობა იყო, მაგრამ იმდენი დადებითი ემოციით ავივსე, უფრო მეტად მომემატა ენერგია და ერთი სული მაქვს შემდეგი ტბაც მოვინახულა. თან მის სანახავად დიდი ძალისხმევა არ დამჭირდება. მანქანით პირდაპირ მივადგებით მას. სორაპისის სალაშქრო ბილიკის დასაწყისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 1 საათში მივალთ. იმის მიუხედავად, რომ დოლომიტებში მოგზაურობის პირველი დღეა, მაინც არ მიკვირს გზის აქეთ-იქით არსებული დასახლებების სილამაზე. ვინაიდან საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან რაიმე ლამაზ და უჩვეულოს შეამჩნევთ. რაც მთავარია, ამინდის შესანიშნავია. განწყობა კიდევ უკეთესი. გავაჩერე მანქანა და გავემართე ტბის სანახავად. Google-ში დოლომიტების ჩაწერისას ერთ-ერთ პირველ ტბას, რომელსაც ამოაგდებს, იქნება ბრაიესის ტბა, სადაც ახლა მე ვიმყოფები.
შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ტბა დოლომიტებში. ამ ტბამდე მოსვლა უმარტივესია, ვინაიდან გზა ბოლომდე ამოდის და პარკირების სივრცეებიც არის. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პარკირების ადგილი წინასწარ შეიძინოთ საიტის მეშვეობით. ერთი ადგილის საფასური 38 ევროა, მაგრამ ამ ფასში შედის 15 ევროიანი ვაუჩერიც, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთ-ერთ კაფეში. მე უკვე ვისარგებლე ამ ვაუჩერით და საკმაოდ გემრიელი სენდვიჩიც მივიღე. თუ არ გსურთ მანქანით ასვლა, ან ვერ შეძლებთ საპარკინგე სივრცის დაჯავშნა, შეგიძლიათ ავტობუსით ისარგებლოთ. რაიესის ტბის ასასვლელში სადგურია, სადაც 13 ევროდ შეიძენთ ბილეთს. ფასში 2 გზა შედის. ამ ტბას უკავშირდება ერთი ლეგენდაც, რომლის მიხედვით მაღაროველები ახლო მდებარე მთებში ძვირადღირებულ ქვებს პოულობდნენ. მას შემდეგ, რაც ხარბმა ხალხმა მათი გაქურდვა რამდენჯერმე სცადა, მაღაროველებმა განძის გადამალვა სწორედ რაიესის ტბის ფსკერზე გადაწყვიტეს. ამ ლეგენდამ ბაზალეთის ტბა და ოქროს საკვანი გამახსენა. რაიესის ტბა ზღვის დონიდან 1496 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე 36, ხოლო საშუალო 17 მეტრია. გარდა იმისა, რომ თავარ სანაპიროზე შეგიძლიათ დადგმეთ როგორც ტბის სილამაზით, ისე გარშემო არსებული მთებით, ასევე ტბის გარშემო არის ბილიკი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ წრე დაარტყათ და სხვადასხვა რაკურსით შეხედოთ როგორც ტბას, ისე მთებს. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მცირე ნაწილს გავივლი და მე დავბრუნდები მანქანასთან, რომ შემდეგ ადგილთან გადავინაცვლო, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ ამ ბილიკის გარდა, როგორც ხედავთ, ტბაში უამრავი ნავია და ეს ტბა ამითაც ცნობილია. თუ თქვენს გადაწყვეტთ, რომ ნავით შეცუროთ ტბაში, არის ორი ვარიანტი. თუ გნებავთ, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები იყოთ მხოლოდ 55 ევროა საფასური და მაქსიმუმ 5 ადამიანს შეუძლია ნავში ჩაჯდომა. ხოლო თუ მარტო მოგზაურობთ ან თანხის გაყოფა გინდათ ვინმესთან, შეგიძლიათ საერთო ნავითაც ისარგებლოთ, რომლის შემთხვევაში ფასი უკვე 15 ევროა. ორივე ვარიანტში ხანგრძლივობა 45 წუთია. მის ნაპირის საერთო სიგრძე 3 კილომეტრ-ნახევარია. მისი პოპულარობიდან გამომდინარე, სულ ხალხმრავლობაა, მაგრამ ისეთი პანორამები იშლება ირგვლივ, ხალხის სიმრავლე ნაკლებად მაწუხებს. რაიესის ტბიდან დღევანდელი დღის ბოლო დანიშნულების ადგილისკენ გავემართე. იქამდე 75 კილომეტრია, მაგრამ უკან 2 საათი დამიწერა. საკმაოდ დაკლაკნილი გზების გავლა მოგვიწევს. თუმცა, როგორც ჭეშმარიტ მოგზაურს, მომწონს ასეთ გზებზე სიარული. როგორც გითხარით, დოლომიტებში არაერთ ტბას შეხვდებით, მათ შორის ხდება ისეთები, რომელიც უშუალოდ გზის ნაპირას მდებარეობს. ეს არის ტბა მისურინა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან ის ამ რეგიონის ყველაზე დიდი ბუნებრივი ტბა არის და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც უკავშირდება. რომელთაგან ყველაზე მეტად მომეწონა ერთი, თურმე 1956 წლის ზამთრის ოლიმპიადების დროს ეს ტბა მთლიანად გაყინული იყო და ჩატარდა ციგურებით შეჯიბრი. დიდად ვერ ვერკვევი ზამთრის ოლიმპიადაში, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი თუ ბუნებრივ ტბაზე ჩატარდებოდა ასეთი ჩემპიონატი და ძალიან საინტერესო და გასაოცარი ფაქტია. ახლა ზღვის დონიდან 1754 მეტრზე ვიმყოფებით და საკმაოდ სიგრილია, შეიძლება ითქვას, რომ ცივა კიდეც. მაგრამ თვითონ ტბის სიღრმე არ არის მაინც და მაინც მაღალი, სულ რაღაც 5 მეტრია ყველაზე ღრმა ადგილი. საკმაოდ პოპულარული ადგილია გარშემო ძირითადად სასტუმროები, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი თავსდება. წვიმას დაიწყო ამასობაში, ამიტომ ახლა გავეშურები მანქანისკენ, რომ მალე მივიდე სასტუმროში და ვივახშო.
დაწვიმა არ გვაფერხებს გზაში, სადაც ნელი ტემპით გვიწევს სიარული. დაწვიმარზე ბუნება უფრო კონტრასტული გახდა და უფრო მსუყე ფერებია. ერთი დიდი უღელტეხილიც გადავიარეთ და დანიშნულების ადგილზე, სანტა-ფოსკაში ჩამოვედით. სანამ სასტუმროში დავბინავდებით, გადავწყვიტეთ რომ გვევახშმა და იტალიაში ჩამოსვლისას პირველ რიგში ან პიცას ვსინჯავ ხოლმე ამ პასტას, მაგრამ ამ შემთხვევაში პიცაზე შევაჩერე არჩევანი. შევგვეთე ორნაირი პიცა, ერთს ქვია დოლომიტი, რომ ადგილობრივი პიცა გავსინჯოთ, ეს არის აქ არის რამდენიმე სახის ყველი, ადგილობრივი ლორი, რუკოლა და რაც თავარია უთხელესი და უგემრიელესი ცომი. მეორე პიცას ქვია ტიროლი და აქ არის ბევრი სახეობის ყველი და ლორი და აქაც რა თქმა უნდა უგემრიელესი ცომი. ფასებზე რომ თქვა, რომ ახსენდება ფასები, თქვა რომში, მილანში, ნეაპოლში არ განსხვავდება საერთოდ და იმის გათვალისწინებთ, რომ ახლა კურორტზე ვართ, საერთოდ არ არის უფრო მაღალი ფასები, იქ დაბალანსებულია და ძალიან კარგია მოგზაურობის დროს, რომ არ იცვლება ქალაქების და სოფლების მიხედვით. ძალიან გემრიელი, ამიტომ გავაგრძელებ ახლა დაგემოვნებას კიდევ ერთხელ, შემდეგ კი სასტუმროში დავჩექინებ. ვახშმის შემდეგ სასტუმროში დავბინავდით. სასტუმროებში ორადგილიანი ოთახების ფასები 100 ევროდან იწყება. თუ რამდენიმე თვით ადრე დაგეგმავთ, შესაძლოა 70-80 ევროშიც კი იპოვოთ. სასტუმროების უმრავლესობა ძველი, მაგრამ ელეგანტურად ნაგები შენობებია. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში 5 ტორისა და ტრეჩიმეს მიდამოებში ვიმოგზაურებ. არ გამოტოვოთ.